მარტივად ქვია დნმ-ის ანალიზი, ეს 21 საუკუნეში ხშირად იხმარება. ჩვენებურად რომ თქვათ, უფრო მარტივად გასაგებად ეს არის გენეტიკა და ქართულად ამას ქვია ჯიში ქართველთ. აი ჯიშიო რა რო იტყვი. ეხლა რა არის ეს დნმ-ის ანალიზი? დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის მაკრომოლეკულაო. მაკრო ნიშნავს ყველაზე მცირე. ანუ იმდენად მცირეა, რომ აი მიკროსკოპებში რომ ხდება დაკვირვება, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარების და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, პროგრამის თაობიდან თაობაზე გადაცემას და რეალიზებას. ანუ ჩვენთვის აი კიდევ ერთხელ ხაზგასმით რომ ვთქვათ, ეს არის გენეტიკური პროგრამის შენახვა თაობიდან თაობას რომ გადაეცეს და რეალიზება, ანუ განხორციელება. ეხლა რა არის ეს დნმ? რთული ბუნებრივი ნაერთია. იგი მრავალი ნუკლეოტინის ჯაჭვისგან შემდგარი ოდნავ დახვეული ორმაგი სპირალია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ის თითოეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემაში. დნმ უზარმაზარ ინფორმაციას იტევს. ეხლა ნახეთ რა საოცარი რამეა. ერთი ჩაის კოლზი დნმ-ში არსებული ინსტრუქცია საკმარისი იქნება იმაზე 350-ჯერ მეტი ადამიანის შესაქმნელად, ვიდრე დღეს ცხოვრობს დედამიწაზე. წარმოიდგინეთ რა, ჯერ 350-ჯერ. დღეს ცხოვრები 8 მილიარდი ადამიანის შესაქმნელად საჭიროა დნმ-ის ჩაის კოლზის ზედაპირის ოდნავ დაფარვა. ანუ აი ერთიც რო დაგეტევა რა, იმდენ დნმ-ია საჭირო, რომ 8 მილიარდი ადამიანი შეიქმნას. 1 გრამ დნმ-ს იმდენივე ინფორმაციის შენახვა შეუძლია, რამდენიც ტრილიონ CD დისკს. თითოზეც კი იცით რამდენი მოცულობა ეკრანს. დნმ-ის მოლეკულა რო წარმოვიდგინოთ არის ასეთი დახვეული სპირალი, უფრო კარგად რო აღიქვათ, ეს კიბე რო წარმოიდგინოთ, ესეთი საფეხურებით, რომ ავიღოთ, მოვკიდოთ ზედა და ქვედა ბოლოებში ხელი და ერთმანეთის აი საწინააღმდეგო მხარეს რომ დავატყელოთ, აი დავგრიხოთ, აი რო წარმოიდგინოთ, ეს არის ასე ერთმანეთზე დახვეული ორი სპირალი. They are matched to the DNA letter by letter to copy the gene. აქეთ მხარე თუ არის ადენინი, იქით იქნება აუცილებლად თიმინი და ანალოგიოდ გუანინი ყოველს უწყვილდება ციტოზინს. მაგას მეგონი დაახლოებით გასაგებია. This mRNA strand acts as a template for protein synthesis. This fiber is then looped and coiled yet again. გეტყვით რომ ადამიანში არის 6 მილიარდი ასეთი წყვილი. დნმ-ის რადიუსი არის 1 ნანომეტრი. ანუ წარმოიდგინეთ დნმ-ის მოლეკულა რა დონეზე მცირე უნდა იყოს და შემდეგ რა დონეზე უნდა დაეხვეს, რომ მივიღოთ ქრომოსომა, რომელშიც ეს 100 მილიონი აზოტოვანი წყვილი არის შიგით მოთავსებული. Leading finally to the familiar shapes known as chromosomes. The DNA to be copied enters the production line from bottom left, a section at a time. The end result is 2 new DNA molecules. დედისეულ ჯაჭვზე აიგება ორი შვილეული დნმ. და აი მივიღებთ ასე ორ შვილეულ ჯაჭვს, რომელსაც თუ დავაკვირდებით არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ეს არის დნმ და ასეთი მექანიზმით ხდება გენეტიკური მასალის გადაცემა მშობლიდან შთამომავლობას. Are sequences of 3 bases. Then the ribosome subunit moves along the mRNA in 5' to 3' direction. Each of the 20 amino acids shown as small red tips. The code for each amino acid is read off the RNA.
ასეთი მეთოდებით ხდება ჩვენი ასე ვთქვათ გენეტიკური მასალის შენახვა და შემდეგი თაობისთვის გადაცემა. მე გავაგზავნე ჩემი სინჯი სპეციალურ დაწესებულებაში, ინსტიტუციაში, რომელიც გენეტიკას სწავლობს და იქიდან მომივიდა, რომ ჩემი გენეტიკური კოდი არის აი ეს. და იგი წარმოიქმნა 9600 წლის წინ. ეს ვარ მე. ანუ გენეტიკური მე. ჩემნაირები საქართველოში 1000-ობითა. მამის კოდი არის აი ეს. და იგი შეიქმნა გაჩნდა 11700 წლის წინ. მე, ანუ ჩვენ და ჩვენ გენეტიკურ მამას აი ეს ნაწილი საერთო გვაქვს. ხოლო აი ეს მუტაცია ახალი გაჩენილია მამასთან შედარებით და იგი გაჩნდა 9600 წლის წინ. ჩვენი საერთო წინაპრის კოდი არის აი ეს და იგი მეორდება შემდეგ ყველა შემდგომ გენეტიკურ თაობაში. აი ასე. და ყოველ ახალ თაობაზე ჩვენი კოტეს გენეტიკური ბაბუის კოდს ემატებოდა ახალი მუტაცია. ანუ ახალი ცვლილება ჩნდებოდა გენში, რომელიც მის შემდგომ თაობებს გადაეცემოდა. 300 წლის შემდეგ მოხდა ახალი მუტაცია გენში და იმის მერე გაჩნდნენ ადამიანები, რომელსაც აი ეს მუტაცია გააჩნიათ. მათ უკვე 2900 წლის შემდეგ 15400 წელს კიდე შეეძინათ პირობით ვთქვათ ვაჟი, რომელსაც გაუჩნდა ახალი მუტაცია. აი ეს არის კოტეს გენეტიკური კოდი. 9600 წლის წინ კოტეს გენეტიკურ ვაჟს შეეძინა ორი ვაჟი. ეს და აი ეს. შემდეგ 6800 წლის წინ კოტეს ამ ვაჟს შეეძინა ორი ვაჟი. აი ეს და აი ეს. შვილების და მომდევნო თაობების აი ეს ნაწილი დღეს მთლიანად უმეტესწილად ცხოვრობს კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, ოსეთში და ჩეჩნეთში. აქ იყო კოტე, აი აქ სადღაც რიონის ხეობაში, დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში ცხოვრობდა. მისი ერთ-ერთი შტო გავრცელდა შემდეგ აჭარისკენ და უფრო შორსაც წავიდა ლაზეთში. მეორე შტო გადმოსახლდა აღმოსავლეთ საქართველოში და აქედან ორად გაიყო. ერთი ნაწილი წავიდა კახეთისკენ, მეორე ნაწილი კი გადავიდა ჩილო-კავკასიაში და დასახლდა ოსეთსა და ჩეჩნეთში და ინგუშეთშიც. გასული დაახლოებით 10-15000 წლის განმავლობაში კოტეს მოდღვამ პრაქტიკულად მთელ კავკასიაში მოიკიდა ფეხი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ კოტეს მოდღმის ხალხი კავკასიის გარდა სხვაგან არ გვხვდება. უკვე ჩატარებული გენეტიკური ტესტების მიხედვით კოტეს სამომავლობის გვარები ეს არის რაფავა, წითლაური, ფანოზიშვილი, ფაილოძე, გვალია, ანდრიაძე, მიქელაძე, ახვლედიანი, მიქაბერიძე, ქორთუა, კორძაია, თეთროაშვილი, წილიკიშვილი, ბიჭინაშვილი, თეთრაული, გუგუშვილი, ბატიაშვილი, კაკობავა, ქისტაური, ნაკაიძე და შეიძლება კიდევ ბევრი სხვაც, რომლის ჯერ გენეტიკური ტესტირება არ ჩატარებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ საშუალება აქვს ადამიანს ფინანსური და მატერიალური, ჩაიტაროს გენეტიკური ტესტი, რომ გამდიდრდეს ქართველების მოდღმის შესახებ ინფორმაცია. გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არის შუმერულ ქალდეური წარმოშობის. ახლა გაიხსენეთ, ამ ინფორმაციას გვეუბნება ჩვენ მეუფე ანანიაც, გია კვაშილავაც, ანუ ისტორიკოსები, არქეოლოგები, ენათმეცნიერები, აი ერთი და იგივე დასკვნამდე მიდიან, ჩემო თვითფასებო, ურარტუ მართლაც უძველესი წინარე ქართული სახელმწიფოა. აი ეს გენეტიკური საკითხების მკვლევარი არის გიორგი ანდრიაძე. დღეს ის შემოგთავაზებს ამ მეცნიერული კვლევის დასკვნებს. წინარე ქართული რასა არა მხოლოდ
ხო, წინარე ქართული რასა არა მხოლოდ აქ დაიბადა, სადაც ახლა ცხოვრობთ, არამედ კავკასიიდან გაცილებით სამხრეთით იყო გაფენილი და ეგრეთ წოდებულ ნაყოფიერ შუამდინარეს ემიჯნებოდა. ეხლა გაიხსენეთ ჩვენ ამას ქალდეა დავარქვით მეუფე ანანიას მიხედვით. იგივე აზრის არის გენეტიკის მკვლევარი გიორგი ანდრიაძე. ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი, იგივე. ესე იგი ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ წინარე რასიდან არიან. ქურთები წარმოშობილი არიან ქალდეის ხალხისაგან. არაფერს ვამბობ ჩრდილო კავკასიის ხალხებზე. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახი. ჩეჩენ ინგუშები და თუშ შავ ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია ჩვენ ერთი რასა ვართ. ფაქტობრივად, მინდა ცნობისთვის გეტყვით, რომ დაახლოებით 15-20 წლის წინ მთელ მსოფლიოში ჩატარდა დნმ-ის, ანუ სისხლის ანალიზი აიღეს მთელ მსოფლიოში და დიდ ლაბორატორიებში იყო გენეტიკური კვლევა. მოკლედ ეს დედამიწაზე ჩაატარეს და გარკვეული დიდი რაოდენობის ქართული გვარები ასე გამოიკვლიეს. მაშინ სრულიად უფასოდ. აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული მეგრული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ჩვენი მონათესავე აფსუა ადიღელები. შერეული ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა. ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე მომდინარეობს ისტორიული მოვლენებითაც, თუმცა მიუხედავად მონღოლებისა და სპარსელებისა თუ სხვა დამპყრობლების მუდმივი თავდასხმებისა, გენეტიკურ დონეზე საქართველოში მათ მნიშვნელოვანი კვალი დაუტოვებიათ. ახლა აქ ნახეთ რა საიდუმლო ირკვევა. ჩვენ რომ დამპყრობლები ყავდნენ ხოლმე, იცით თქვენ რომ დამპყრობლები როგორ უღირსად ექცეოდნენ ხოლმე დავყრობილ ქართველ ქალბატონებს და წარმოიდგინეთ, აი მიუხედავად ასეთი დიდი ესე იგი გენოციდისა, რაც მიმდინარეობდა ხოლმე ამ დროს ქართველებზე, ჩვენი გენეტიკური დონე იგივე არის დღესაც შემოძლიე. ეს არის მსოფლიო საოცრება. რაღაც დამატებით საიდუმლო ფლობდნენ ქართველები და ალბათ მეტადრე ქალბატონები. იმიტომ იყო, რომ ჩვენთვის ქალწულობა და პატიოსნება სუნთქვასავით აუცილებელი იყო. ეს ჩვენს ფესვებში არის. და რატო გაუძლო ქართველმა ქალმა დღეს ამ მსოფლიოში ასეთ სიწმინდეს, ასეთ უბიწოებას, ასეთ ვეფხის ტყაოსნურ ერთგულებას ადნახავთ. ეხლა დღეს ერთ-ერთ გავკვეთილზე ნესტან დარეჯანის ანდერს ვიხილავდით და წარმოიდგინეთ, იქ უწერია, რომ შენო აქედან რო წერის წერო დარიელს ეუბნებო, მე ცოცხალი აღარ მეგონაო და რო გავიგე ცოცხალი ხარო, მარტო ეგ მეყოფა შვება ჩემი სიცოცხლეო. და ეუბნება, როცა ქალები ეუბნება, მოდი დამიფყარი, სადახარ რამდენი ხანი და რაღაცა. და ნახე რა საოცარ რამეს ეუბნება ნესტან დარეჯანი. შენო აქო გაუსადლისი მდგომარეობაო და ჩემი განთავისუფლება არ გამოვაო. ამიტომ ჯობიაო რომ სამშობლოს მიხედო მანდ. ხო და მეო ტანჯვა წამებითო სანამ ვიქნებიო, მაგრამ ის კი არ იფიქრო, რომ აქ ვინმე გიც დამაკარებსო. თუ ვინმე გამიბედაო და თითი შემახო არასწორეთო რა, ანუ ჩემი ცოლად შერთვა მოინდომაო, არ ვიცოცხლებ თაოსო, ან კლდეში გადავიჩეხებიო, ან გულში დანას დავიწყავ. აი ეს არის, ესე იგი როგორი ვეფხის ქალის ნათქვამი, ვეფხის ტყაოსნური ნათქვამი, ეგრე რომ სიცოცხლის ანუ სიკვდილი ერჩივნათ ქართველი ქალებს გენეტიკური ასე თქვათ ჯიშის შეურაცხყოფას ერჩივნათ სიკვდილი. აი ესეთი საოცარი სიტყვებია. ეხლა მე საგანგებოდ აი ნახეთ, კვლევით დადგენილია ჩვენი გენების სიძველი ზუსტი თარიღი.
5000 წელი ჩვენ წელთაღრით ხონდა. ეს სრული საოცრება. ანუ გენეტიკურმა კვლევებმა 5000 წელი ჩვენ წელთაღრით დაუმატეთ ახლა 2000, ანუ 7000-ზე მეტი წლისაა ჩვენი გენეტიკური სიძველის ზუსტი თარიღი, შემოგვიფასები. ფაქტობრივად ახლა ის კულტურა, რაც ჩვენ ვაზზე ვთქვით, ის კულტურა, რაც ჩვენ ქალდეაზე ვთქვით, ის კულტურა, რაც ჩვენ შუმერებიდან მოყოლებული პროტოქართველ მოდგმას მოსდევს, ერთი და იგივე სათავისაა, ანუ ცივილიზაციის სათავეებთან არის. ეხლა მე საგანგებოდ არ წავიკითხე პატარა ფრაზა გალაქტიონის. აი გალაქტიონს ხო შევეოდა, რომ უცბად მისი გულიდან რაღაც მითიური ცოდნა, ასე იგი, ამოიფრქვეოდა ხოლმე. ასე არაერთხელ მოხდა ესა და აი ერთ-ერთი ნახეთ რას წეს ეს ჩვენი პოეტი, საოცარი პოეტი. და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა სავსე ქართული პატიოსნებით. აი ამ პატარა ფრაზაში მთელი საქართველო ამოცემული. და არ მშორდება როდის შუა კომუნიზმში წერს ამას. და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა. ანუ ფრესკა დაინახა სადღაც. სავსე ქართული პატიოსნები. გალაქტიონის გული ხვდებოდა, რომ ჩვენს ქალდეველები ვართ და ღვთისმშობელის ქალდეველია. ანუ ქართველი. და ის ასევე ხვდება, რომ პატიოსნება ქართველი ქალისთვის არის ყველაფერზე აღმატებული. აი ამ პატიოსნება და ამ ესე იგი მეტგრად დგომამ გამოიწვია ჩვენი გენეტიკის გადარჩენა, შემოგვიფასება. 56 წლამდე აი ამ წიგნით ისწავლებოდა საქართველოს სკოლებში საქართველოს ისტორია. აიგრძალოს, დამალეთ, დაწვით. სხვას ხელწუდომა აი ამ წერლისადმი არ ქონდა. ამიტომ იყო გრიფით სრულიად საიდუმლო. ეხლა ივანე ცოცხალი არ არის. სიმოჯანაშია 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩენილია ნიკო ბერძენიშვილი. არის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. და იქ წერია, დაიჭირეთ ნიკო ბერძენიშვილი. ინდოევროპიელი ბერძნები იპყრობენ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ პელაზგები, ანუ პროტოქართველები. გამოდის რომ შენახარ წინარე ბერძნული, წინარე რომაული და წინარე ეგვიპტური კულტურა. აი ბიბლიაში ვაწყდებით. მამა აბრამი. დიახ. ქალდეველი. ქალაქი ურიდან. მეუღლე. ბავშვებო, მამა აბრამიდან დაწყებული. მარიამით დიდება სახელს მისეს დამთავრებული ქალდეվել ხეთელი. არა თუ მარტო აი ეს ურთიერთობა, არამედ საფლავსაც ერთად იღებენ და ერთად საფლავდებიან ქალდეվել ხეთელები. ეს ქალდეველები და ხეთელები, ჩემო ბატონო, ქალაქი ური, ქალაქი ურთა, ქალაქი ერიდუ, ლაგაზი, ურეკი, სოფელი ქალდეა, გვარი ქალდანი, ხეთა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი საქართველოს. უკვე გაიხსნა ყველაფერი და თალმუდში ამოვიკითხე გიორგი ისეთი რა, შოკის მონგრელი და რა იყო ეს? ებრაელების ღმერთი, იაჰვე, ეუბნება ებრაელობას. თუ გინდათ რომ მე გავიგო ჩემმა ანგელოზებმაც, ანუ ღმერთის ანგელოზებმა არიციან ეს ენა, ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომართეთ. რა თქმა უნდა დაიმალებოდა ეს ყოველივე გიორგი. აი ამის მატარებელი გენეტიურად, ანუ ქართულად, გენეტიკა ბერძნულია, ქართულად ჯიში ქვია. ჯიში ვართ ჩვენ ქართველები. აი მიდიხარ იქამდე, რასაც უფალი ქვია, რასაც მამა იესოს ვეძახით ჩვენ, დიდება სახელს მისას, ძე აბრამისა და დავითისა. მარიამ ღვთისმშობლის წარმომავლობა, ბაგრატიონები ხო ამბობენ, დავითიანი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ებრაელები არიან. არა ბატონო ჩემო. გენეტიური მდგომარეობა დავითისა და ბაგრატოვანთა არის ერთი, ისევე როგორც სამეფო გენეტიური ხაზი აქვს მარიამ ღვთისმშობლის. თუ კი რამოდენიმე ხნისი გამოვაქვეყნე ამის შესახებ. თუ კი ამას კარგად დაუგვირდებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატოვანები და მარიამ ღვთისმშობელი ერთი გენეტიური ხაზის მატარებლები არიან. ბოლო ამოსუნ თქვას, როდესაც იესომ თქვა ელი ელი ლამა საბაქთარ, ეს იყო ბატონებო და ქართველებო, ეს იყო პროტოქართული ენა.
ხმამომაღლოთ და ქართველთა გასაგონად. გიორგი, ნახე სად მიდის ეს ყოველივე, რამაც როცა გაყვები? ანუ იესოს ენა. იესო ლაპარაკობდა იესო ქართულად. ლაპარაკობდა ქალდეურად, მაგრამ როდესაც ისაუბრება მოციქულებს, მათე მარკოზი, ლუკა, იოან კანონიკური დიახ. მაშინ არამეულად საუბრობს, მაგრამ როდესაც გასაკეთებელი აქვს რაღაც ისეთი, ეშმაკები უნდა განდევნოს, მამას უნდა დაელაპარაკოს, უნდა გააცოცხლოს, მაშინ სხვა ენაზე აი ის ენა არის, ზუსტად ის ენა, რასაც ქალდეული ენა ქვია. საარქივო მასალაში პოულობთ 1650 წელია. იმერეთის მეფე თხოვს რუსეთის იმპერატორს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჩამო, იმიტომ რომ შეაწუხა ოსმალომ. და ჩამოდიან საქართველოში დიპლომატები, ელჩები, რომლებიც ერთი წელი იყვნენ აქ. ესენი წერენ ამას გია მერე ყველაფერს და ამ ელჩებში ერთ-ერთი არის სასულიერო პირი. დაახლოებით 80 ფურცელია, იმიტომ რომ მეფეს რუსეთის იმპერატორს უნდა მისწერონ რა ნახე როგორ იყო რანა და ნუ აკეთებენ ანგარიშს უწერენ. აი აქ ვაწყდებით ახალგაზრდებო რაღაც საოცარ ამბავს და რას. ნუ ეხლა ყველაფერს როგორ აცვია იმერეთის მეფეს მაშინ როგორ არის გელათი როგორ არის მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქუთათელ გაენათელი სტუმრად გაყვება ამ დიპლომატებს და ათვალიერებინებს გელათს. აქ არის საოცრება ახალგაზრდებო. გელათში ძალიან ბევრი სიწმინდეებია, იქ უბრალოდ მე შევაჩერე ყურადღება და თქვენი ყურადღებაც, იმიტომ რომ მარიამ ღვთისმშობელის კბილი 7 წლის ასაკში რომ ამოიღო. თმები და რძე მარიამ ღვთისმშობელისა. აქ ყველაზე ნიშანდობლივად ყურადღება მისაქცევი არის თმები და რატომ პირველად გაიგონებს სოფლიო საზოგადოება ამას ქართველებო. რუსულად ხო წერია ძველ კირილიცაზე. შეხედე რა წერია. Власи, которые терзала при распятии Господне. Რას ნიშნავს ახლა ეს ბავშვებო? როდესაც დიდება სახელს მისას იესო გააკრეს, მარიამ ღვთისმშობელმა, როგორც დედამ, თმები დაიგლიჯა. თმათა გლეჯა, გიორგი, აი ეს ფენომენი ქართველთა გარდა არავის არ აქვს ბავშვებო იცოდეთ ეს. ნახევარი საათია საჭირო რომ მარიამ ღვთისმშობელის ლათინურად ვიტყვი გენეტიკა და ქართველთა გენეტიკა დადგინდეს. სად არის დღეს ეს თმა და კბილი? თმა ვისაც აქვს, იმან ძალიან კარგად იცის გენეტიკა მარიამ ღვთისმშობელი. მოპარულია ეს თმა? აღარ არის, საქართველოში არ არის. რუსეთში რო ეს არ არის დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ამას გამოიყენებდა სტალინი თუ ასე შემდეგ და სად შეიძლება მე იყოს? ვფიქრობ, ხამომაღლობ ამბობ ამას, რომ უნდა ინახებოდეს ვატიკანში. უნდა იმალებოდეს ვატიკანში. და რატომ მალავენ? რატომ მალავენ და აი ხა როგორ თქვა, ერთო მაპატე. იმიტომ მალავენ რომ მაშინ გაირკვევა უკვე ნახევარ საათში, კაცო. ტუტენხამონის გენეტიკა არის დადგენილი. ოქრო, რომელიც ფარაონებს აქვთ, გიორგი. დიახ. აი, რამაზ გახოკიძე შეგიძლიათ მოიწვიოთ, დიახ. უწყინვალი სპეციალისტი და პარალელურად მისმა ფრანგმა კოლეგამ და ოქროს აქვთ ვისება, რომ გეუბნება, მე მეგრელი ვარ, გურული ვარ თუ აჭარელი ვარ თუ სვანი ვარ. ოქროს ეს ვისება. დიახ. ფარაონების ოქრო აღმოჩნდა კოლხური. ეს ჩვენ ხო არ გამოგვიგვლევია. ჩვენ ქართველებს ხო არ მიგვიღიათ მონაწილეობა. ჩვენ დადგელი ასევე ტუტენხამონის დნმ-თან დაკავშირებით. აი ის თმები, გიორგი, მომენტალურად გაირკვევა უკვე მარიამ ღვთისმშობლის გენეტიური ხაზი. მიხვდი რა მოხდება? გესმით ქართველებო თქვენ? ამაზე დიდი სიხარული შეიძლება გიორგი რამე კონდეს ერთს, რომ დედა ღვთისა გენეტიურად არის პირდაპირ ხმამომაღლოდ გეუბნებით. დედა ღვთისა არის პროტოკარტო, ანუ ქართული წარმომავლობისა. არავით არის სამეცნიერო აქ არ არის. ეს არის პირდაპირ გეუბნებით, ეს არის საფრთხო ინფორმაცია და არა სამეცნიერო კვლევაძიება. კავკასიური სახეობა ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი უცხოელი მწერლის იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის მოსაზრება. გერმანელი ანთროპოლოგი, ფიზიოლოგი. ეს დიდი მეცნიერია, მინდა გითხრათ და ნახეთ ეხლა რა საოცარ რაღაცას ამბობს ქართულ გენეტიკაზე. კავკასიური სახეობა, ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მიავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით კი ქედის სამხრეთი ფერდობი, აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, გულისხმობ ქართველებს. ახლა რას ამბობ?
ესე იგი, ყველაზე ლამაზი რასა, ანუ მოდგმა, ჯიში არის ქართველთაო, ეს უკვე ჯილაგია ქართველთა. და იმიტომ რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზს მივყავართ იქამდე, რომ თუ კი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების თავდაპირველი წევრების საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ. ანუ იგივე ცივილიზაციის სათავეები არის საქართველოშიო, აი იგივე მოსაზრებას გვეუბნება ეს უცხოელი მკვლევარი. რამ გამოიწვია ქართველების ასეთი სილამაზე? თვალს კითხვას. ისინი ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას. აი საიდუმლო ჩემო ძვირფასები. ამით გენეტიკას უფრთხილდებოდნენ. აი დღეს ახლა გაიგონებთ ასეთი გამონათქვამებია, რომ რა მოხდა მერე სიტყვაზე თუ უცხოელს გაყევით ცოლად და რა მოხდა თუ არა ქართველს მოიყვან ცოლად, ხო? გაისმის, იმიტომ რომ მთელი სამყარო იმდენად შეიცვალა, რომ ძალიან იშვიათი ფენომენია, რომ ერთი და იგივე მოდგმის და ერთი და იგივე ქვეყნის შვილები დაქორწინდა. მე ამ სოფლიოსთვის ეს ძალიან უცნაური ეს კითხვაც კი არის, აი მათთვის ეს რაღაცა ჩამორჩენილი კითხვაც კია, მოდი ვთქვა. 15 წლის წინ მე და ზვიად სეხნიაშვილი რო ამერიკაში ვიმყოფებოდით, იქ უკვე საერთოდ გაგება აღარ იყო, ხალხმა აღარ იცოდა მოდგმით საიდან იყო. ნახეთ, მექსიკელები, ირლანდიელები არც კი იცოდნენ საიდან იყვნენ. ჩვენ ვართ ამერიკელები რო იძახდნენ. ანუ ამერიკულობა რა არის, იცი მათთვის? ამერიკულობა არის, რომ შენი გენეტიკა აღარ აქვს რა, აი შენი წარსული უკვე აღარ არსებობს რა. აი ეს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ ნიუ-იორკში ჩაფიქრებული და ეხლა ჩემო ძვირფასებო მთელი სამყარო გახადეს მასეთი. როცა აქ ახლა ჩვენი გრანდიოზული საოცარი ესე იგი ქართული ტრადიცია ამოდის, რომ ქართველს ქართველი მოყავდა ცოლად. ეს იყო გარკვეული საიდუმლო ჩვენი გენეტიკის გადარჩენისა. კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, ამბობს ეს დიდი მეცნიერი, უცხოელი, რომ საქართველოში არა მარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. რა მაგარია, უცხოელი მეცნიერი რო იტყვის შენზე. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია ქართული ადამიანის სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება? პასუხი ცხადია. როგორ გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით, როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას. და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიჰყვებიან ცოლად უცხოტომელებს. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არა მარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. აუ რა საოცრებაა რა. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათთან ურთიერთობის დროსო. საოცრება პირდაპირ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე. ეხლა მეგეთყვით რა დროს დაწერა მან? 1800-იან წლებში, 1840 წელს გარდაიცვალა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი, ანთროპოლოგი და ფიზიოლოგი, ანუ დიდი მკვლევარი და მეცნიერი ჩემო ძვირფასებო. ეხლა უყურე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი. ეს ხო თან ცნების შენარჩუნებაც არის. სისხლის აღრევა ცოდვა იყო ოდითგან, ეს ღვთიდან და ქართველები ამას ტრადიციულად იცავდნენ. ადრე ქართველ ბიჭებს და გოგონებს თურქები და სპარსელები იტაცებდნენ თავიანთი ჯიშის გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ ვიცით რუსეთმა როგორ თავისი გენეტიკა
ქართველების და კავკასიელების ხარჯზე როგორ გამძლავ რა, ეს რა არ ვიცით, იგივე წერია აქაც თურქები და ეს ამის შემდეგ მოხდა უბრალოდ ამ მეცნიერის მერე. ეს არც მიყვარს თურქებიც და სპარცელებიც თავიდანვე აღიარებენ ამას, რომ ძლიერი გენეტიკა აქვს ქართველებს. საოცარი ერია. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კაცი და ქართველი ქალი სრულიად ავსებენ ერთმანეთს. ეს ალბათ ყველაზე შემავსებელი სიტყვა იყო ბოლოს. ანუ რას ნიშნავს ეს? აი რა არის ზოგადად, მოდი ვთქვათ, ავსებენ ერთმანეთს ქართველი კაცი და ქართველი ქალი. ან რა შევსებაზეა ლაპარაკი და რა საიდუმლოზეა. აი ჩვენ ვიცით, რომ პირველი ადამიანი ღმერთმა, ჩემო ძვირფასებო, შექმნა ადამი და ბიბლიაში საოცარი რამ წერია. ხო ერთი კაცი არის ადამი და მრავლობითია მიმართება და შექმნა ისინიო მოულოდნელად მრავლობით სიტყვას ხმარობს ბიბლია და ამბობს მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინიო. ერთ ადამზე ამბობს. ესე იგი ნახეთ, პირველი ადამიანი რო შექმნა, მასში იყო კაცური შესაძლებლობები და შესრულებული იყო ადამიანი ქალური შესაძლებლობებით. ანუ სრული კაცი შექმნა. ქალი და კაცი ერთად იყო და რა თქმა უნდა არ სჭირდებოდა, აი სრული იყო ადამიანი. მერე იცით თქვენ რომ ადამიანი თვალს ადევნებდა სიტყვაზე ცხოველების, ფრინველების ერთობას, დედრობითის და მამრობის ეტრფიალებას, თვითონაც გაუჩნდა ასეთი სული და ღმერთს თავად თხოვა, რომ მოდიო ის ქალი აქ რომ ყავსო, მეც გამომიღეო და პირობას გაძლეო, იმ ქალს მოვეფერებიო. აი ეს პირობა კაცებს დადებული გვაქვს და ამიტომ მე როცა ქალვას შორის რამე უთანხმოება მოხდება და ვინმე რამეს მეკითხება, ყოველთვის კაცს ვაბრალებ ხოლმე ყველაფერს, იმიტომ რომ შენ კაცი რო შეგქმნა ღმერთმა პასუხ შენ მოგთხოვს. იმიტომ თქვენ პირობა გვაქვს დადებული, რომ ქალს მოვეფერებიო, ყურადღებას მივაქცეო და ბედნიერს გავხდიო და ჩვენ კაცებს უფლის წინაშე გვევალება ეს ყველაფერი რომ შევასრულოთ. ეხლა ნახეთ როგორ მოხდა. უკვე ქალ-ვაჟური ურთიერთობა. ნახეთ ადამმა რო ევა დაინახა, ასე თქვა. ეს ხო იგივე მე ვარო. წარმოიდგინეთ. ანუ რომ თავზე მეტად შეუყვარდა. აი თავის თავი რო უყვარდა, ისე უყვარდა ევა და მართლაც ცხოვრებითაც დაფოფინებდა და სიყვარულს უხსნიდა და ხელის გულზე ატარებდა, როგორც ჩვენ ვიცით. მაგრამ ეს იყო 64-ში. აი როგორც უფლის წინააღმდეგ წავიდა ადამიანი და სცოდა, მაშინვე დაირღვა ადამსა და ევას შორის ის ერთიანობითი კავშირი, რომელიც ორი ერთს უდრიდა. ეგრევე გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. მიხვდით? ეგრე რომ დაცემულობა ღმერთის წინაშე ნიშნავდა დაცემულობა ერთმანეთის წინაშე. და უკვე ერთმანეთს დაშორდნენ. აი მე ბავშვებს ასე უხსნი ხოლმე, რომ ნახე, თუ 64-ში ეფერებოდნენ ერთმანეთს და იყვნენ სრულად და აბედნიერებდნენ, როგორც აკრძალული ნაყოფი მიიღეს, აი დაიწყეს კანკალი უკვე ცუდად იგრძნეს 64-ში თავი და უკვე ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი და დაბრალება. რომ შენი ბრალია, აი შერო ნაყოფი მიიღე და ბოლოს რა თქმა უნდა შენი ბრალიათიც ღმერთს დააბრალეს ყველაფერი ერთმაც და მეორემაც. და ასე დაკარგეს 64. ეხლა უყურეთ. რა არის სიყვარულის და ქალ-ვაჟური სისავსის მთავარი ამოცანა? აი ის დაშორებულება, რაც ქალსა და კაცს შორის არის და რაც ადამიანი რო დაშორდა 64-ს და ღმერთს, აი ამის აღდგენაა მიზანი ჩვენი ცხოვრების. ესე იგი, მამაკაცს რაც აკლია, ისა აქვს ქალს, ქალს რაც აკლია, ისა აქვს მამაკაცს. ეხლა ნახეთ, წმინდა მამები ეკლესიაში როგორ ასწავლიან ამას. თუ მოხდებაო ჯერ სულიერი შერწყმა, ანუ სულიერი ერთობა. სულიერ ერთობაში რა იგულისხმება? უნდა გაარკვიო მისი წამსი. ანუ მასე შეიძლება რაღაცა ყველას წამდეს, რაღაცა კი არ უნდა სწამდეს. ჭეშმარიტება უნდა სწამდეს. რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არის იესო ქრისტე, რომელმაც მოიტანა ჭეშმარიტების გზა.
სამოთხეში დასაბრუნებელი გზაა. სხვა რაც გინდა გწამდეს, ეგ უკვე ცალკე ფენომენია. და არსი სულიერი ერთობისა ის არის, რომ ორივეს ქალსაც და მამაკაცსაც პირველი აი ყველაზე უმაღლესად უნდა მიაჩნდნენ შერწყმა ქრისტესთან. რომ ასე მარადიულობის დაბრუნებაა ჩვენი მიზანი. ეს ერთი. მეორეს წმინდა მამები ამბობენ, რომ უნდა მოხდეს ესე იგი ეროვნული ცნობიერების შერწყმა. ანუ აი სამშობლოს მიმართ დამოკიდებულების სისწორე. ახლა მაგალითად ქართული ბუნება ისეთი გვაქვს ჩვენ, აი ქართულ პატრიარქი რას გვასწავლის, ქართული იდეა რა არის, ღმერთი სამშობლო ადამიანი. არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და ქვეყნისთვის არა იზრუნოს, ამბობს დატო. ანუ რას ნიშნავს, კაცო, მარტო იმიტომ კი არ მოხვედი, რომ მარტო სამოთხე დაიბრუნო და მორჩა, ეს არ კმარა ქართველისთვის. ჩვენ პატარა ერი ვართ, თუ ბრძოლაში ვართ, თუ ალყაში ვართ, თუ ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვართ. ეგრე რო დაიბადე ქართველად, იბრძოლე სამშობლოსთვისაც. ეს ყველა ქართველის გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ჩვენში, აი ჩვენთვის სამშობლო და ღმერთი, იმიტომ გაიგივდა ერთმანეთთან, როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზე. აი ამ დონეზე გახდა ჩვენთვის სამშობლო. და ეხლა სამშობლო შეიძლება ყველას უყვარდეს, მაგრამ აქაც ყველაზე მთავარი რა არის? შენ სამშობლოს თუ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტებას ფლობს, თუ რამდენი ქვეყანა ჩვენზე მაგარი მებრძოლი, ჩვენზე ძლიერი, ჩვენზე მეტად შეუძლია თავგანწირვა. აი კამიკაძეებს რო ეძახით, ნამდვილად შეუძლიათ ჩვენ, მაგრამ რას ეწირებიან, მოდი თქვა. ჭეშმარიტება არის ისა და ჩვენ ერს ყველაზე დიდი 21 საუკუნემდე რაც მოყვა და პირველი საუკუნედან მოყოლებული უცვლელად გვაქვს ჩვენი ერი ჭეშმარიტებას ემსახურება. ეს არის სრული საოცრება და ასე ლამაზად თქვა ილია ჭავჭავაძე. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ქართველნი ჯვარს ვეცვით ქრისტესათვისო. ამ პატარა საქართველოს გადაუღեղეთ მკერდი და ამ მკერდზე როგორც კლდეზე დაუდგით ქრისტიანობა საყდარიო. ეხლა ნახეთ, პირველი ვთქვით სულიერი ერთობა, მეორე ვთქვით ეროვნული ერთობა და თან გენეტიკაზე, თუ გენეტიკაზე ვსაუბრობ, რას ქვია, ჩემი შვილი უნდა იყოს გენეტიკის გამგრძელებელი, ასე მოიტანა მამა პაპამ ეს გენეტიკა. არ არის საოცრება, 7000 წელზე მეტია გენეტიკას ვინარჩუნებ, როცა სულ დამპყრობლები გვასხდნენ თავზე. ესე იგი, რა საიდუმლო იცოდა ქართველმა ქალმა ასეთი და როგორ ეწირებოდა გენეტიკის გადარჩენას და გენეტიკის სისუფთავის დაცვას. და ბოლოს ნახეთ რა წერია. ესე იგი, როცა არის სულიერი ერთობა, მერე არის უკვე ეროვნული ერთობა და მერე არის უკვე ფიზიკური ერთობა ლტოლვა. ანუ ქალ-ვაჟური სიყვარული, ტრფიალება. და როცა უკვე ეს არისო, ანტონ სუროჟელი ამბობს, აი ამ დროსო უკვე ორიო, ქალი და ვაჟი, ჯვრის წერის საიდუმლოდ გადაიქცევა ერთათო, წერია პირდაპირ. და უყურეთ რა საოცრება წერია. ეს არ არის უკვე უბრალო თანაცხოვრება. აი სიტყვაზე ცოლი და ქმარი, ჩვეულებრივი თანაცხოვრებაა ცოლ-ქმრობა, მაგრამ თუ ესე გაიარა ამ ეტაპები ქრისტეს წიაღში, ჭეშმარიტების წიაღში, ეროვნული სულისკვეთების და გენეტიკურ წიაღში და ბოლოს უკვე ფიზიკური მწვერვალი სიყვარულით დაგვირგვინა ეს ერთობა. ნახეთ რა წერია. აქო ისეთივე საეკლესიო ღვთაებრივი საიდუმლო აღევლინება და ჩვენი თვალისთვის უხილავია, როგორი წირვალოცვის ლიტურგიაო წერია. ანუ ნახეთ ახლა, იქ ვეზიარებით წირვალოცვაზე, ვიღებთ პურსა და ღვინოს, ხო? ჭამთ ახლა პური და ღვინოა რა რეალურად რომ ავიღოთ. მაგრამ ის საიდუმლო რატოა? ლოცვის შედეგად გადაიქცა, ანუ საიდუმლო მოხდა, ჩაერია ღმერთი, გადაიქცა პური და ღვინო ჯვარზე გაკურ ქრისტეს სისხლად და ხორცად და ჩვენში შემოდის ღმერთი. იგივე საიდუმლო ხდება ცოლ-ქმრულ კავშირში. აი ეს არის შერწყმა, შეზავება ქრისტეში და შესრულება. აი
გასრულება, ასე ვთქვათ, გაერთიანება. იყვნენ ორნი, გახდნენ ერთი. აი, ამ საიდუმლოზე საუბრობს ეს მეცნიერი და ასე ავსებენ ქართველი ვაჟი და ქართველი ქალი ოდითგან და აი ეს საიდუმლოა ჩვენი გადამრჩენი. ეხლა აქვე გრიგოლ რობაქიძის ერთი ძალიან ყურად სახები, ცნობილი ჩვენთვის ბწყარეთი. იყო ერთი ქართველი თავადი. ეს ნამდვილი ამბავია მის ჩანაწერებშია. თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ეს ცნობილი ისტორიული პიროვნება ილია ჭავჭავაძის კარგი მეგობარი. სხვათა შორის ცნობისთვის გეტყვით, არაერთ გაზეთში და ჟურნალში მაქვს წაკითხული ვარლამ ჩერქეზიშვილი არის კაპიტალიზმის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მსოფლიოში. აი ევროპა რო იძახიან, აი ამ კაცის შეტანილი ყოფილა ძალიან ბევრი რაღაცა. ეს ილიასაც უწერია. ქართული მას არ ემარჯვებოდა, ესე იგი იმდენად უცხოეთში უწევდა სულ ცხოვრება, რომ აღარ იცოდა რა წესიერად რა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირთევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლოღლოღი. რა არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისაო. აი ეს არის გენეტიკა, აი ეს არის ჯიში ქართველთა. და აი ეს არის ჩვენ, რომელიც ყველაზე ძლიერი გაგვაჩნია, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ, ესეთი ჩადო უძლეველი. აი ახლა რამდენი მოღალატე ყოფილა საქართველოში მარტო ამ ბოლო პერიოდში, ნანამასწავლებელო, აი ყველაფერს რო ყიდიან, თუ რამეს მიწვდნენ, ოქრო, საბადო, ხეთხე, წყალი, აი რომ რასაც მიწვდნენ, ყველაფერი რო გაყიდეს. ხო და გენეტიკის საიდუმლო არიციან და როგორ გაყიდიან ამას? ის ჩვენშია შიგნით. იმიტომ ვერ ყიდიან ვერა, ეს არის შენ, ესე იგი, შიგნით აგაკ, აი აქ აგაკ, შიგნით. აბა მიდი ახსენ, რა არის დნმ-ის ანალიზი ვერ ახსნიან, ამხელა მეცნიერები. ეხლა ამის დამადასტურებლად მოვართ ტუხაშვილის ასეთი ჩანაწერი მოვიწიეთ თქვენთვის ჩემო ძვირფასებო, ერთ-ერთი ყველაზე შემძვრელი, რაც მე ცხოვრებაში ქართული თესვების ნამე მომისმენი. ყველაზე შემძვრელი. ზემო ეგვიპტის მმართველი იყო ჰასან ბეი, ასეთი ისტორიული ფიგურა. ჰასან ბეი. ეხლა აქვე პატარა ასე ვთქვათ, წინასწვავებასავით, ეს ცირა პერიოდია. საქართველოში ძალიან ჭირის არ არის ერთიანი შეკრული ერი და საქართველოში მიდის მოტაცება და ბაზარზე გაყიდვა ჩვენი გემის და ჩვენი ვაჟებისა და ქალებისაც. ვაჟებს იტაცებენ 2-3 წლის ასაკში, იმიტომ რომ ასე ამბობენ, რომ 5 და 10 წლის ბავშვს თურმე ვეღარ დაავიწყებ დედას, ვეღარ დაავიწყებ ეროვნულს, ქართულს, რაღაცა ისე მშობლიურს და იმისგან კაი მებრძოლი აღარ დადგებაო, მოკლედ, თუ ესენი ვერ დაავიწყეს. ხო და ესე იგი 2-3 წლისას ჯერ არა აქვს რა ისე გენეტიკური სიმძლავრე და ამიტომ ესენი უნდა მალე დაავიწყონ, რაც გითხარით, დედა, სამშობლო, ქრისტე, რაღაცა და გაზარდონ ბრძოლაში და მე გამოდიან მაგარი მებრძოლები. ესე იგი, ძირითადად ესენი ეგვიპტის ხარეს მიყავდათ და მამლუქებად გზდიდნენ, როგორც მაგარ მებრძოლებად, ქალები კი იცით რომ ძირითადად იტაცებდნენ 15, 17, 18 წლის ქალწულ ქალებს. და ყველაზე დიდი ბაზარი, სტამბოლის ბაზარი ითვლებოდა და ყველაზე დიდად ფასობდა ქართველი ქალწულები. თან ქალწულები ფასობდა. ნახეთ, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგაზე ცალკე ვისაუბრეთ კიდე. ესე იგი, ასეთი რთული პერიოდის დროს ეს ჰასან ბეი, ვინმე ისტორიული პიროვნება, ამ ჰასან ბეიმ არ იცოდა საიდან იყო. ჩერქეზს ეძახდნენ, ზედმეტსახე ჩერქეზი იცით, განთქმული კავკასიელი ტომია, ჩვენ მონათესავე და გენეტიკურად ერთნივად ჩვენ.
რადგან მამობილი ყავდა ჩერქეზი, ანუ თვითონ კი არ იყო, ანუ ვინც ეს გაზარდა ბრძოლად იქ მამობილი რა, ვინც ასწავლა ჩხუბი და რაღაცა, ის იყო ჩერქეზი და იმის ჩერქეზის გაზრდილი რო იყო, იმ მასწავლებლის საპატივსაცემლოდ ზედმეტ სახელს ჩერქეზს ეძახდნენ. იმან არ იცოდა საიდან იყო. გაუცინარი ბეიც ერქვა გულჩახვეულობის გამო, ესე იგი სულ იღრინებოდა და დაბოღმილი იყო და რაღაც. ქალაქ თებეში ჰქონდა სასახლე, ანუ უმდიდრესი კაცი იყო. მართველი იყო, წარმოიდგინეთ, მთელი ნახევარი ეგვიპტის. უმდიდრეს, უძლიერეს, დამოუკიდებლად ეჭირა თავი. ეხლა რა კარგი თვისება ჰქონდათ ამ მებრძოლ უბრალო ხალხს, აი გინდაც გატაცებული ყოფილიყავი. თუ დაწინაურდებოდი და 5 კაცს აჯობებდი, რაღაცის მართველი ხდებოდი. თუ 10 კაცს აჯობებდი, კიდევ გაწინაურებდნენ. თუ 100 კაცს კიდე და ასე შეიძლება მთლად მართველი გამხდარიყავ. აი ეს იყო კარგი და ისტორიულად მინდა გითხრათ, რომ ათობით ქართველი მართავდა ისტორიულად ასე გატაცებული პატარა ბიჭები მთელ ეგვიპტეს. აი ეს ჩამონათვალიც არის მათი სახელებიც არსებული. ერთ დღეს ლაშქრობიდან დაბრუნდებოდა თებეს ქარავან სარაიდან სიმღერა შემოესმა. ეხლა უყურეთ, გამარჯვებული ბრუნდება, ცხენების ამალით მოყვებიან პირველი, მოდის თვითონ გამარჯვებული და ქუჩები როგორ ხვდება, იცი, ყვავილები, საყრი და ჭიშკრები ყველა ღია და ვაშა ეძახიან თავისებური შეძახილებით. როგორც გამარჯვებული მეფეს ხვდებიან დიდებით. და უცბად მოესმა სიმღერა. მამლუქთა გავლისას ყველა პირქვე უნდა დამხუბილიყო. то ესენ ძლიერები იყვნენ, გადაულიდნენ ყველას. ხო და ამ კი ვიღაცა მღეროდა სევდიანა. და გააჩერა ცხენი, რა ხდებაო იქით? ანუ ის იშკარიც არ იყო რა გაღებული, ანუ ვისი სახლიც იყო, ის დიდებით არ შეხვდა რა და თანიქიდან სევდიანის სიმღერა მოდიოდა. რაც არ შეეფერებოდა გამარჯვებული მამლუქების განწყობილებას, ესე იგი მიხვდა, რომ აქ ვიღაცა უპატიოდ დახვდა. შეანგრიეს მხედრებმა კარი, ცხენებით შელეწეს, რა ჰქვია, ვინ არის? ეზოში შენდობას ვიტყო, უნდა გატიროთ, შეგამზადეთ რა, ისეთი თემა არის, რომ შანსი არ არის. ეზოში ახალგაზრდა ქალი იდგა უჩადროთ. იქ ხო ჩადრით დადიან და ეს ქალი კიდე უჩადროთ იყო და აი ესე მუხლებზე იყო დაჩოქილი და ალაგებდა რაღაცებს, რა შავ სამუშაოებს ასრულებდა და მღეროდა. საოცარ სიმღერას მღეროდაო. რაღაც შეიხა ჰასან ჩერქეზის სულში. აი შიგნითო დაკივის რაღაც. ოღონდ ეს ვერ მიხვდა რა. რა იყო ეს, რა ჰანგი იყო. რა მოხდა გულზე? სიბრაზემ გადაუარა. მიუახლოვდა ქალს. სახე დასერილი ქონდა მომღერალსო. წარმოიდგინეთ დასერილი სახე. მაინც ეთყობოდა სილამაზე არ ნახული. გაბრაზდა, ვინ დასაჯა? იქით ამ რისხანებ. ფორთხით მოჩოჩდა მუნდრუკის მფლობელი, ანუ ვინც ეს სახლის მფლობელი იყო და ამ ქალის ვისაც მონა ტყავდა, ის გამოვიდა ეხლა რომ რაღაცა გამოასწოროს თავის შეცდომა, რომ ჭიშკარი ხო ღია უნდა დაეხვედრებინა და მთელი ამბავი. ხო და რატო აქო სახე დასერილიო? და ნახეთ რა უთხრა. თვითონ დაისახიჩრა თავი, რომ არავინ იყიდოს. წყალში ჩამიყარა მაგაში გადახდილი ფული. ფუნდრუქში დავაყენე. ემსახუროს სტუმრებს, სანამ ზარალი არ დამიბრუნდებაო. წარმოიდგინე, ეს ქართველი გოგო იყიდა სადღაც ბაზარზე, სიტყვაზე ჩვენი ანგარიშით $1000 მისცა და მიყავს ეხლა სტამბოლის ბაზარზე, რომ გაყიდოს $10,000, $100,000. გააჩნია ლამაზი ქალი და გზაში წარმოიდგინე, შუშის ნატეხი იპოვა და სახე დაისწერა, რო არ გაიყიდოს. აი ესე უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქალები ამ ჯიშს და გენეტიკას. ასეთი თავგანწირვები, რატო აი ზუსტად ეგ არის ჯიშის გადარჩენა, იცოდა რომ ის ჩვენთვის სიცოცხლეზე მეტად ფასობდა და იმიტომ გადარჩა ესეთი გმირი ქალების ხელში ჩვენი გენეტიკა. ვის სიმღერას მღეროდიო? ახლა ტყეს მეუბრუნდა, იმას ხო უთხრა, ხო ახლა მეუბრუნდა. გურჯი ვარ, გურჯების სიმღერას მღერი, ოღონდ სევდიანსო, უთხრა ქალმა. მე ვიცი გურჯების ენა.
ეგ სიტყვები არ ახგავს მათ, არც სანგი მეცნობა, არ ახარ შენ გურჯიო, ანუ რატო იტყუებიო, ეს რომ დადიოდა და ბრძოლობდა და ომობდა, თურმე ქართული იცოდა, და ეგო არ არისო ეგ სიტყვებიო, შენ რაღაცა გურჯი ვარ, თავი დააქნია ქალმა, საიდანაც მე ვარ, იმ მხარეში ორნაირად ვლაპარაკობთ, ორივე გურჯების ენა. მერე რა ქვია შენ მხარეს? უთხრა. სისხლი მოაწვა ქალს სახეზე, თვალები გაუნათდა. თურქო, მერე შენ რას გაიგებ თუ გეტყვი, ილორის ხატის ყმავარ მეთქი. ილორიო? კიდევ რაღაც გახდა ჰასან ჩერქეზის გულში, აი როგორ შუბი ჩაარტყა გულში რა, ამ სიტყვამ სადღაც ბავშვობა გაახსენა, რაღაცა ეს ერთი სიტყვა თურმე არ დაავიწყდა რა, ოღონდ არ იცის თვითონ ეს რა სიტყვა. ხო და გულში ლახვარით ჩაერჭო. ხო და რა გქვია, რბილად კითხა, ცირამ ქვია. მამაკაცის კითხვაში სითბო იგრძნო ქალმა. ცირაო? მესამეჯერ გადაუქანდა გული მამლუქს. ეტყობა დედამისის სახელი იყო ცირა და 2-3 წლის დრო იქ ყველა ცირა ქვია სამეგრელოს მხარეს. აფხაზეთის მხარეა ეს ჩემო ძვირფასები. ცოტა ხანს დადუმდა ორივე. თქვენ მხარეში ნენე თუ ქვიათ ქალებს, ნახეთ ამით რა ირყვევა ჩემო ძვირფასებო. ნენე სიტყვა ახსოვდა ეს ერთი სიტყვა. ბავშვობიდან მოყოლებული და უმფრთხილდებოდა და არავის არ ეუნებოდა. და იცოდა რომ იმ კუთხიდან იყო, სადაც დედას ნენეს ეძახიან, მეტი არაფერი არ იცოდა და ეხლა ამან რომ ესე გულზე იმოქმედა, მოულოდნელად ჩუმად უთხრა თან იმათ რომ არ გან თქვენ მხარეში ნენეს თუ ქვია ქალებსო, მაშინ კანკალ დაეწყო მამლუქს. ნენე დედას ნიშნავს ჩვენებურად. ოფლმა გაჟონა ჰასან ჩერქეზის შუბლზე უძრავად იდგა ერთხანს. თუ შეგიძლია ის იმღერე, ნენე რომ უმღეროდა ხოლმე ბავშვსო. ცემლი წამოუვიდა ქალს, ხელით ამოიწმინდა თვალები და ამღერდა. დაიხა საოცარი მელოდია, თებეს ქუჩებს გაჰყვა, გადალახა ნილოსი, ძველ ტაძარს ჩაუარა, რამზესის ბარელიეფზე გასხლტა. და ამ გულში ახლა ტრიალებს ეს სამი სიტყვა. ცირა, ილორი, ნენე, ნანენა, ჩურჩულებდა ჰასან ჩერქეზი. მერე უცებ ჩამოეკიდა უნაგირზე. მისცვიდნენ მხლებლები. ნახევარი ეგვიპტის მბრძანებელს ქართულმა ჰანგის ძალამ ისეთი რაღაც გაახსენა, გული გაუსკდაო, ჩამოვარდა და მოკვდა კაცი. წარმოიდგინე რა, ეგვიპტის მბრძანებელმა კაცმა სიმღერაზე გული გაჩერდა და დაეცა. და გათვალაო ჯადოქარმა, ხმლით აკუწეს მხედრებმა, გურჯი ქალიო. ეხლა მე ამ ამბავში რა მომწონს ყველაზე ძალიან რა? რა მხიბლავს? ეხლა ჩემი აზრით აბა ჩავიძიოთ, აი ეს ქალი რაზე ფიქრობდა, რა იყო მისი ცხოვრების მიზანი. ის რომ აქედან გაიქცეოდა, ის რომ ქართველი შეხვდებოდა, სიყვარულს შექმნიდა, რა თქმა უნდა გადაწურულია. მაგის სად არის ქართველი? დაჩაჩანაკებულები ვარ და სიცოცხლე რა თქინდა, წარმოიდგინე. თუ ქართველი ქმარი არ გეყოლება და სიყვარულია, თუ უცხოეთში ხარ და კარგად ჩაგაცეს და ზიზირპეპილოებში რა თქონდა ქართველ ქალს ასეთი სიცოცხლე. და აღარაფერში სჭირდება სიცოცხლე და სახე დაისერა. დღეს სპეციალურად ილამაზებენ რომ უცხოელებს გაყვნენ. ეს ბრალი ჩვენზე ღმერთმა შეგვინდოს, ეს ჩვენი საყოველთაო ქართველო ცოდვა რა ღმერთმა შეგვინდოს. მაგრამ მაინც გენეტიკას ვიცავ, იდება უფას. ხო და ეხლა დააკვირდით, ანუ ქალი რაზე ფიქრობდა ერთადერთ რაღაცას, რომ ჩემ ქრისტიანობას არ შეეხვენ, რომ სული იცხონოს. და მეორე, და როდის შეეხებოდნენ, როცა ლამაზი რო იქნებოდა, მოეწონებოდნენ და შეთავაზებდნენ ცოლობას, ხო, მაშინ შეეხებოდნენ. იმიტომ რომ განთქმული იყო ქართველი ქალი. ხო და ვაი თუ მერე ან დაეძალებინა თან რაღაცა და დაეკარგა, ანუ სახე დაისერა რომ ქრისტიანობა შემოინარჩუნოს ეს ერთი და მეორე გენეტიკა გადაარჩინოს. ანუ მოყდეს ისე რომ მას ფიზიკურად ვერ შეახენ. აი ეს არის მისი ერთადერთი მიზანი და ალბათ ამაზე ლოცულობს, იმიტომ რომ მაშინ მოწმუნეები ვიყავით ჩემო ძვირფასებო და
ლოცულობს და ნახე როგორ უსრულებს ღმერთი. გამოჩნდება მისი მამულიშვილი კაცი, რომელიც ამის სიმღერაზე შეირხევა ისე რომ გული გაუსკდება და ეს კიდე ცალკე თემაა, ამ გულის გახეთქვაში შეიძლება მთელი ქართული მადლი მიიღო და ის კიდე ღმერთთან როგორ წარსდება ეს ცალკე თემა, მაგრამ დასკვნა. კლავენ ამ გოგოს და ის მიდის ქრისტიანი და ესე იგი გენეტიკა შენარჩუნებული. რაც მისი მთავარი, ესე ინახავდნენ ჩვენი ქალები. ჩვენი მიზანი და ჩვენი დღევანდელი, ჩვენ პედაგოგების მიზანი რა უნდა იყოსო? ჩვენმა მოსწავლეებმა შექმნან ზუსტადად წმინდა ოჯახები. როგორი, ერთობა გქონდეთ ჯერ სულიერი, ეს ხდება ეკლესიურ ცხოვრებით, რომ იმისთვისაც და ამისთვისაც თავარი უნდა იყოს კვირა და ზიარება, ზიარებიდან ზიარება, სულის ცხონება, ეკლესია, მორჩა, ეს არის პირველი და უმთავრესი. მეორე, რომ სამშობლოსთვის უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ სამშობლოს უჭირს დღეს. ჩვენი მამა-პაპა ასე ცხოვრობდა, ჩვენ არ გვეპატიება, ჩვენ ყვართვის ჩვენი ქვეყანა ვართ. ჩვენ უნდა სამშობლოსთვის ვიწვალოთ, ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, ვისწავლოთ და უნდა თავი გავწიროთ ამისთვის. მეორე, ამაში უნდა გაუგონ ქალ-ვაჟმა ერთმანეთს და ბოლოს უკვე იწყება ნამდვილი სიყვარული, უკვე სხეულებრივი შერწყმა და ამ დროს ჯვრის წერით განხორციელებული ერთობა უკვე სასწაულს მოიტანს. ანუ ნახეთ, 6-4 უკვე სახლში გაქვს. მე მგონი ეს ის მომენტია, რომ დავმუნჯდით ლექსო მასწავლებელო და ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდით. ბევრი გულის ტკივილიც, გულში რაღაც მართლა იმტკივნეული იყო, ბევრი ნიუანსი, ბევრი ეპიზოდი, რომელიც ახლა თქვენ ჩვენამდე მოიტანეთ. რა გითხრათ, მართლა მოვედით როგორ, დღესაც ვქონდა ჩემ პატარა მეორე კლასელებთან საუბარი, რომ ერთი ამ ამოდენა ქვეყანა მოვედით რით დღემდე უფლის შეწევნით ღვთისმშობლის თარველობით და ალბათ სწორედ იმ ეხა დავფიქრდი, რომ ეს გენეტიკა, რომ ესე მოვიტანეთ აქამდე, ეს არის ჩვენი გადარჩენის ძალიან დიდი ალბათ შესაძლებლობა, ალბათ კი არა ასეც არის. მე მახსენდება ოტია იოსელიანი მყავდა ჩემ პატარებთან ჩამოყვანილი წლების უკან. ეს მე ვყვები, გიორგი იყო პირველ ბაღში დადიოდა ჩემი პატარა გიორგი, ახლა 20 წლის არის უკვე, წარმოიდგინეთ, რამდენი წლის ამბავს ვყვები. ბავშვებს შევყვიდი, რომ ცოცხალ მწერალს უნდა შეგახვედროთ და ეს მთელი ისტორია ბატონ ოტიასთან ეს საოცარი წუთები და შემდეგ ინტელიგენციასთან, ჩვენი ქალაქის ინტელიგენციასთან ჰქონდა შეხვედრა და ბოლოს სიტყვა როცა ოტია ხო იცით როგორი მოსაუბრე და ესეთი რა პირდაპირ თქმელი იყო რა. ეხლა მე მომიტევონი ქართველმა მანდილოსნებმა, ვინც დღეს წასულები არიან საზღვარგარეთ და მართლა ლუკმაპური რომ შეიტანონ ოჯახში და ოჯახის სიძლიერისთვის არიან მოწყვეტილი ამ ჩვენს ქვეყანას. მაშინ თქვა ბატონო ოტიამ ასეთი რამ, ქართველი ქალი მაშინ იყო ბედნიერიო, ჯაჭვებს რო ჩააბავდნენო და მიერეკებოდნენ აქედანო. ახლა არის უბედური თავის ფეხით რომ მიდისო. ისე დამრჩა ეს სიტყვები, წარმოუდგენლად ტკივილად დამრჩა და სულ როგორ შეიძლება ეს არ გაგახსენდეს და მართლა ძალიან დიდი სიბრძნეა მაშინ ჩადებული და რა ვიცი, საოცარი ამბავი მოგვიყევით ლექსო მასწავლებელო, მე არ მქონდა მოსმენილი, რომ სახე დასახიჩრებულ ქართველ ქალზე, რომლისთვისაც ის მისი გენეტიკა, მისი ქართველობა, მისი ქართველ ქალობა ყველაზე მაღალი და უმაღლესი იყო, ყველაფერს ანაცვალა და თავის სილამაზესაც, თავის ყოფასაც, თავის არსებობასაც, მისთვის ყველაზე წმინდა იყო, რომ ის ქართველი ქალი იყო და ვისურვებდი, რომ კიდევ მეტად კიდევ გაგვეძლიერებინოს, გაგვეგრძელებინოს ეს გზა ქართველ ქალებს ღირსეულად, როგორც ეს იმ ქართველ ქალების ხსოვნას ეკუთვნის, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ჩვენი გენეტიკა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. დაიხარეთ და არიელ ხალხელაური გამახსენდა
ერთ-ერთ ლექსში ახლა იქ რო ვიყავით საგულეში, ერთ-ერთ ლექსს ესი ამთავრებს. მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო მიჭირავს მხრებით წარმოიდგინე. ასეთი ძლიერი სიტყვა ბოლო საქართველოში არავის აღარ უთქვა, აი მე გულწრფელ მუხრან მაჭავარიანის შემდეგ ასეთი ფრაზა მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო მიჭირავს მხრებითო რა. აი ეს არის ალბათ გენეტიკა და ეს არის ყველაფერი და ჩვენ პირდაპირ თან რას ამბობს ეგა მიწაზე რო დგახარ ძალა შემოდისო იქიდან და რა ძალა შემოდის აი ეგ ძალა შემოდის ეგ მიწას თავი ძალა აქვს ჩვენი მიწა ქრისტესთვის დაღვრილის სისხლით არის გაჯერებული და გაპოხიერებული მას ისეთი ძალა აქვს როგორც არაფერს ხო მოკლედ ჩვენ ნათელა სპექტაკლში ნანა მასწავლებელო ტარიელ ხალხელაური შევიყვანეთ როგორც იმასაც უსმენს პატრიარქის 2-3 სწავლება გვაქვს ასევე შალო ამონაშვილი ხო ისედაც იყო და გამდიდოდა სხვა სახელ მიიღო და მოკლედ ბოლოს კიდე სულ ესე მთავრდება რა ნათელას ოცნება რომ ბავშვებს ეუნება თავის მოსწავლეებსო მე ჩემი ოცნება არისო რომ შევქნა სამშობლოს მცოდნეობის სახელმძღვანელო კურსიო რა საგანმანათლებლო კურსიო და რაზეა მას ეს არის ქართული იდეის ღირებულება და ღერძი აღებული ღმერთი სამშობლო ადამიანი უხსნის და მინდა რომ ნათელი შევიდეს ბავშვებში ის ქართული მადლი ნათელიო და ეს ყველაფერიო პატრიარქის გულიდან არის ამოწევრინიო ეს ხო პატრიარქმა გვასწავლა აუ რა მაგარიაო როდის მორჩებითო რაღაცა ეუბნებიან და მერე ნათელა მასწავლებელს ხო კლავენ და ბოლოს არის რომ გამოსამშვიდებელი საღამოა და ყვებიან რომ ეს გახდა და სულ ბოლო მოსწავლე რას მიაღწია რა პედაგოგები ყვებიან და კლასიდან არც ერთი არ წავიდა უცხოეთში ერთი მოძღვარი გახდა ერთი ამაცა წარმატებული მეწარმე რაღაცა და სულ ბოლო სამშობლოს მცოდნეობის კურსის დამაარსებელია ხო და ასენი ეძახიან რომ სიყვარულის მასწავლებელი ბავშვების საყვარელი ნათელა ხო გარდაცვლილია 25 წლის წინდან ამ ეძახიან ზედმეტ სახელზე დიახ ნათელა მასწავლებლის ღირსეული მემკვიდრე და გამგზელებელიო და ის პირველი მელოდია რო გვაქვს ბავშვის სწორი აღზრდაზე მაგაზე რაღაცებს აიცეკვებს ნათელა მასწავლებელი სიყვარულის კალათა იქნება და შიგნით წითელი გულები ეყრება და ამებს აპნევს უკვე ხალხში და რომ ამ გზას აგრძელებს და ასე გავა ესა და სულ ბოლოს სცენა გამოდის ყველა ამ დროს ხო დასამშვიდობებლად ორ-ორი გამოდის ან თითო და ყველა ბავშვი ხელჩაკიდულები ოღონდ სერიოზული სახეები და იწყება ჩემო კარგო ქვეყანა გამოდიან ესე დგებიან ოღონდ სივრცეში იყურებიან ზევით თუ ხალხი ხვდება რომ არ დამთავრებულა რაღაცას ელოდება ყველა და ზევით სადღა იყურებიან რაღაცა და უცბად პატრიარქის ხმა მიყვარხარ საქართველო და ეს ბავშვები აწევენ ხელს და ზევით იძახიან გვიყვარხარ პატრიარქო ისევ პატრიარქი მიყვარხარ საქართველო გვიყვარხარ პატრიარქო დარწმუნებული ვარ დარბაზის ფეხზე ადგება გვიყვარხარ პატრიარქო გვიყვარხარ ისევ ჰემოგარგო ქვეყანა ნუ უმაღლეს აკორდზე და ესენი ჩამოუშვებენ ისე უკან მოდიან ამთავრდება და ჩამოეშვება დიდი პატრიარქის ფოტო სადაც ეწერება ღმერთის სამშობლო ადამიანი ილია მეორე და ესე მინდა რომ დავამთავროს რა ლექსო მასწავლებელო გიშდები ესა როდის ვიხილავთ ხო რა ვიცი აი რაღაცები დავიწყეთ რაღაცები გადავანაწილეთ გადმოვანაწილეთ და ეხლა ერთკვირიანი ადადგები გვიწევს იმიტომ რომ ეკლესიაში უნდა გადავიდეთ ეხლა იქითა კვირა შაბათიდან უკვე ყველაფერი გაჩერდება და მე ვნახოთ თუ უფლისნება ხო და თქვენ როგორ შეგვიდით თან უნდა მოთქვა არა ჯერ ჩვენ დავდგათო და აი დავდგათ შევეცადოთ მოკლედ თუ გამოგვივიდა იმიტომ რომ თქვენთან უფრო მსახიობები იქნებიან და უფრო კარგად შეასრულებენ და
ჩვენ ამის გამოცდილება ჩვენებს არ აქვს ჩვენ. ნუცა როგორ ვერ გავიგე თქვენთან აი თქვენ ხო თეატრი გვაქვთ მოზარდ მაყურებლების დიდი ხო ჩემთან მე რომ მინდა ხო ამ სპექტაკლის წამოღება ძალიან მინდა ხო მე თვითონ იმ ძველ ნათელაზე შემოგბედეთ და ეს ახალი თუ იქნება მაგ ხო საერთოდ და ახალი ძველი აღარ არა მე ძველზე შემოგბედეთ მაშინ და ისე და ნუ ეს თუ იქნება ეს იქნება არ ვიცი რა მართლა აი ნახეთ საინტერესო რა არის სინამდვილეში ჩვენი ნათელა მასწავლებელი ჩვენი პატრიარქია ანუ ნათლის მასწავლებელი ნათლის ნათელია დატვირ თუ აქვს ამ სახელსაც აბა მაგიტოა ხო და თან მადლობა ღმერთს პატრიარქმა რამდენი ასეთი ნათელა მასწავლებელი გვაჩუქა მათ შორის თარიელ ხანხელაური შალვა ამონაშვილი სეციური საქართველოსდან კიდევ უფრო მეტად შეიწირავს ამ ცდელობას ჩვენი პატრიარქი და შეუძლებელს შეგვაძლებინებს თავარია სიყვარულით სავსე გულით ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი გაიხარეთ მადლობა რა ვიცი აბა თუ ნინო ჯამბაძიშვილი არაფერს გვეტყვის მაშინ დავისვენოთ ერთს გეტყვით ხოლოდ ერთ წინადადებას ვტუმეთ არაფერს მიყვარხართ ძალიან ჩვენც გვიყვარხარ მიყვარხართ ყველა კარგად იქნება ნუ გეშინიათ ჩემო ძვირფასებო რა საქმესაც ბრძოლა ახლავს ნიშნავს რომ კარგად დაწყებულია მამა ბასილმა გვასწავლა რაც ბევრი ბრძოლაა დაწყებული ნიშნავს უფრო მაგარი საქმე კეთდება და სადაც არაფერი ისეთი არ კეთდება იქ არც ბრძოლა არ არის ვის აქვს შედიდარდი ისედაც არაფერი თუ არ მოიტან შენი საქმე ეგრე რომ დიდება უფალს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სანამ ცოცხლები ვართ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და უთხრათ რომ პატრიარქო გვიყვარხარ და ჩვენ გვიყვარხარ